კარგად მოგეხსენებათ, რომ ლეიბორისტული პარტიის თავგანწირული ბრძოლის შედეგად 10 წლეულის მანძილზე ჩვენი იდეა ოლიგარქიული რეჟიმის დასანქცირებაზე და ამ გზით მათი თავიდან მოცილებაზე გახდა მთელი დემოკრატიული სამყაროს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დღევანდელ ვითარებაში. ეს რა თქმა უნდა სრულებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმე გვეჯავრება პიროვნულად და ვიღაცის განადგურება გვინდა. ჩვენი მიზანია, რომ ქართულ პოლიტიკას მოცილდეს ფინანსურ ოლიგარქიული ჯგუფები და დამთავრდეს ქვეყნის საკუთარი ჯიბის და სტომაქისთვის გამოყენება. ამიტომ, როდესაც აი ამ ოლიგარქს მოვიცილებთ და ძალიან მალე მოხდება ეს, ჩვენ აღარ უნდა მოიყვანოთ ახალი ოლიგარქიული ჯგუფები, თუნდაც ოპოზიციური სახით, თუნდაც პროდასავლური, პროჩინური თუ პროჰონკონგური და ოლიგარქი ერთია ყველგან, ზნე-მგლისა ფერის მიხედვით არ იცვლება ქვეყანას გადაარჩენს ევროპული სოციალიზმი, რომლის დამყარება ამ ქვეყანაში შეუძლია დღევანდელ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ლეიბორისტულ პარტიას. ეს არის ისტორიული რეალობა. ეხლა რაზე შეგაწუხეთ დღეს? ჩვენ გავუშვით მიმართვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესთან და სახელმწიფო დეპარტამენტში იმის თაობაზე, რომ სანქცირება, რაც უდიდესი თანადგომაა ქართველი ხალხისათვის, გაგრძელდეს და დაგვირგვინდეს პირადად ბიძინა ივანიშვილით და არა პირველ ეტაპზე მისი გარემოცვით. რეჟიმის სათავე უნდა დაინგრეს და მერე ჩამოიშლება აი ეს დანაშაულებრივი სისტემა. აღნიშნული რომ მოხდეს, საჭიროა სანქცირება დაუყოვნებლივი პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე. და მათი ქონება მარტო მოსკოვში არ არის და მოსკოვში რო იქნებოდა, ალბათ არავის არ გვიკურს ეს, რა თქმა უნდა, რაიმე სიახლე არ არის. ივანიშვილის ჩვენგან მოპარული ქონება გამფენილია მთელ მსოფლიოში, კალიფორნიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში, სინგაპურში, ნიუ-იორკში, ფლორიდაში, პარიზში, ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო კუნძულებზე, ოფშორებში, პანამა, ვირჯინია, მარშალის კუნძულები, სეიშელი. ამას ყველაფერს სჭირდება მომენტალური დასანქცირება შეერთებული შტატებიდან და ამის ლოდინი არ შეიძლება.